საშიში არის თუ არა ხერხემლის მალის ჰემანგიომა. სანამ აღნიშნულ თემის განხილვას დავიწყებდეთ, მინდა მოკლედ გითხრათ რა არის ჰემანგიომა. ჰემანგიომა არის კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი წარმონაქმნი, რომელიც ხშირად ვითარდება ჩვენს ხერხემლის მალაზე. უნდა გავითვალისწინოთ, თუ ადამიანს აწუხებს ხერხემლის მალების ტკივილი. გადავიღეთ ერთად, აღმოჩნდა, რომ ჰემანგიომის ზომა არის ძალიან დიდი, ანუ მისი ფართობი პრაქტიკულად მთლიანად მოიცავს ხერხემლის მალას, თავის მორჩიანა, მაშინ უნდა გაკეთდეს ოპერაცია, კერძოდ ჰემანგიომის მოშორება და სამედიცინო ცემენტით აღნიშნული კერის ამოვსება. სხვა შემთხვევაში ჰემანგიომა სამკურნალო არ არის, თუ მისი ზომა პატარაა. ჩვენ უმრავლეს შემთხვევაში ჰემანგიომები გვაქვს და ეს მოყვება მთელი ცხოვრების განმავლობაში, შეიძლება მხოლოდ აღმოვაჩინოთ ემერთის გადაღების დროს. ასევე გაითვალისწინეთ, თუ ვიტარებთ ხერხემალზე ფიზიოპროცედურებს, სადაც იმყოფება ჰემანგიომა. იმ ადგილას თავი უნდა მოვარიდოთ ფიზიოპროცედურის ჩატარებას. ხოლო გვერდითა სეგმენტებში რასაკვირველია შესაძლებელია. და ბოლოს, იცოდეთ, რომ ჰემანგიომა ჩვენი ხერხემლისათვის არ არის საშიში და არანაირ სპეციფიურ მკურნალობას ის არ საჭიროებს.